მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს და ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება რას მოიმოქმედებს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით, აი რა ნაბიჯებს გადმოდგამს. ეს რა თქმა უნდა, პრინციპში შეიძლება ეხებოდეს არსებულ ურთიერთობას, სადაც არაფერი ვითარდება, ან ურთიერთობას, რომელიც არის დაპაუზებული, ან შეიძლება დასრულებულიც. გამოდით. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ. ხო, აი, როგორც დარაც მოჩვენებს, რომ ურთიერთობა არის გაჩერებული, გაყინული, როგორც ვიტყვით ხოლმე, დაპაუზებული და რაღაც თითქოს წარსულშია მოტოვებული, თუმცა ძალიან ისეთი ტკბილი წარსულია ორივესთვის. შეიძლება მართლაც ცუდად დაშორდით ან გეწყინათ ერთმანეთსგან რამე, მაგრამ იხსენებთ მხოლოდ რაღაც კარგს. გავიგოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ უახლოესი 1 თვის მანძილზე. აქ მეგობრებო, აქ ეს თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, მეგობრებო. ძალიან განიცდის შექმნილ სიტუაციას, კოშმარული ღამეები და დღეები აქვს ჩვეულებრივად. ბევრს ფიქრობს ძალიან ამ საკითხთან დაკავშირებით, ფიქრობს რაღაც ახლიდან დაწყებას, აი უცებ მოაფიქრდება, რომ მოდი ახლა ავდგები და მივწერ, ხო, ძირითადად მიწერაზე, ან ესეთ წერილზეა უფრო საუბარი, ხო, ან მივწერ, ან დავეკონტაქტები ინტერნეტით, აი რაღაც ესეთი ძალიან ესე მოაწვება უცებ ენერგიები ხოლმე, სწრაფი, მაგრამ ეს ადამიანი თითქოს როგორ არის იცით, აი შანსი აქვს ამ ურთიერთობაში, მაგრამ თითქოს თვითონ ვერ ხედავს შანსს და ძალით იბლოკავს თავს ამ ურთიერთობაში და აი ძალიან დიდ სიმძიმეებშია ეს ადამიანი, მძიმედ გრძნობს ძალიან თავს ეს პიროვნება. ამ წუთას 1 თვის განმავლობაში ახლა რამდენად ექნება მოქმედება, თქვენ თვითონაც ხედავთ, რა მდგომარეობაშია ამ გადმოსახედიდან საკმაოდ უჭირს ნაბიჯების გადმოდგმა, თუმცა ფიქრობს ამ ყველაფერზე, ძალიან ბევრს ფიქრობს, შეიძლება თქვენ შორის იყოს მანძილიც და ვიღაცასთან ესეც რეზონირდება, რომ უნდა ჩამოსვლა, თქვენთან მოსვლა უნდა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ აი აკავებს რაღაცა, რეალურად არც არაფერი, საკუთარი თავი აკავებს, მხოლოდ არ ვიცი რატო არის ეს ადამიანი ასე, მაგრამ ამ წუთას, აი ამ გადმოსახედიდან არის ამ მდგომარეობაში. ამიტომ ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ 1 თვის განმავლობაში ამ ადამიანისგან ნაკლებად მოსალოდნელია ნაბიჯები, იმიტომ რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არის და გრძნობს თვითონ თავს. ასევე დავაკონკრეტებ იმასაც, რომ ვიღაცებთან შეიძლება იყოს ძალიან მიზერული, მხოლოდ მესიჯის სახით მიწერა და სხვა განვითარება არაფერი მოყვეს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ეს ადამიანი არის, არ ვიცი, მიზეზი რა არის, მაგრამ ცუდად გრძნობს ძალიან თავს და აი აჩერებს საკუთარ თავს, რომ არ გქონდეს თქვენთან ურთიერთობა. კარგი.
რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან თქვენსკენ ერთი თვის განმავლობაში. ხო, აი აქ როგორი განსხვავებული სიტუაცია ვაუბრობთ. აი აქ ვიტყოდი იმას, რომ ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა, ან ხართ ამ პროცესში ტრანსფორმაციის და ძალიან ბევრი რაღაც იცვლება და საკმაოდ მალე ექნება ამ პიროვნებას ნაბიჯები თქვენსკენ ძალიან დიდი ემოციების გამოხატვით, თავის ემოციებზე საუბრით მოვა, ხო? ანუ ეს ადამიანი როგორი ემოციებით არის თქვენს მიმართ, როგორი გრძნობებით, აი მოვა ეს ადამიანი თქვენთან საკმაოდ შეცვლილი და მოუნდება ისე თქვენთან ერთად გაერთიანება, იმიტომ რომ ამ ადამიანს უკვე იცით როგორ აქვს თითქოს აი როგორი სიტუაცია შეიძლება, იმდენად დიდი ემოციები აქვს ამ ადამიანს, რომ აი თქვენთან რომ მოვა და ამ ყველაფერს რომ გაგიმხელთ, აი თითქოს გამოუშვებს ამ ყველაფერს და დაისვენებს. აი ახლა როგორც არის, ხო, და ეს შინაგანად რო აქვს ეს ემოციები და თქვენ ვერ გიმხელთ ამ ყველაფერს, საკმაოდ აწუხებს სხვადასხვა ამ პიროვნებას და თქვენთან რომ მოვა და გაგიმხელთ და თავის სურვილებსაც გაამხელს თქვენთან, რომ უნდა ისევ თქვენთან რაღაც ტიპის ურთიერთობა დაიწყოს, შეთანხმდეთ რაღაცაზე, მოკლედ, ხო, კომუნიკაცია სურს თქვენთან ამ პიროვნებას და სურს გრძნობები და სიყვარული, აი თითქოს გათავისუფლდება შინაგანად და ბედნიერად იგრძნობს თავს ძალიან. კარგი. ვინც პირველად მიყურებთ, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ასე სათითაოდ იმიტომ ვიძახი ვარიანტების მსგავსი. ეს არ მაქვს რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ერთი და იგივე კითხვას ვსვავ ბევრჯერ, რომ ვისთან რა რეზონირდება. ყველამ თქვენი დაიჭირეთ თქვენი სიტუაციები. ხო. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხოთ. გადმოდგამს თუ არა ერთი თვის მანძილზე თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს. იცით რა მეგობრებო, არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა, მაგრამ ეს ადამიანი საკმაოდ მოწყენილი, დადარდიანებულია, კი არა და ამას დადარდიანება აღარ ქვია, ძალიან ისეთი მძიმე ემოციური ფონი აქვს ამ პიროვნებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ ისეთი, იცით როგორ მდგომარეობაშია, გაურკვეველ მდგომარეობაშია. თითქოს არის თავის რაღაცა სტაბილურობაში, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით აქვს სრული ქაოსი. ძალიან ბევრს ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგწეროთ თუ არ მოგწეროთ. აი, მოწერაზე აქვს კონკრეტულად საუბარი, ხო? აქ რაღაცა ქმედება, ნაბიჯების გადმოდგმა და ასე შემდეგ. ნაბიჯების გადმოდგმა რას გულისხმობ, იცით? აი, ხო, აი, დავუშვათ შეხვედრაზე მოწერა, ანუ შეხვედრაზე შეთანხმება და ასე შემდეგ, ეს რაღაც არ არის. აქ არის კონკრეტულად აი კომუნიკაციაზე გამოსვლაზეც კი ამდენს ფიქრობს ეს პიროვნება, სულ უწრულმანდება ყველაფერს, აი ეხა ასე რომ მივწერო, რას მიპასუხებს, იწერო, რას მიპასუხებს, იმიტომ რომ თქვენ შორის რაღაცა ისეთი მოხდა, რამაც ძალიან ისეთ გაურკვევლობაში ჩაგდო ეს ადამიანი და აქვს ძალიან რთული ემოციური და ისეთი მენტალური ფონი, რაღაც მდგომარეობა აქვს ისეთი ძალიან დეპრესიული რა, ჩვეულებრივად. ფიქრობს ეს ადამიანი ნამდვილად მოწერაზე და კომუნიკაციაზე გამოსვლაზე და საბოლოოდ რას გადაწყვეტს ეს პიროვნება, ანუ აქ კი ფიქრობს, მაგრამ რას იზავს საბოლოოდ მაინც დავაზუსტებ. ერთი თვის განმავლობაში გამოვა თქვენთან კონტაქტზე ეს პიროვნება? მეგობრებო, აქ ამ პიროვნებისთვის ძალიან ძვირფასი ხართ.
ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი არსებობა მის ცხოვრებაში და ზუსტად ახლა რა დღეშიც არის, ხო? შეიძლება თქვენს გამოვა, მაგრამ ზუსტად თქვენ ჭირდებით იმისთვის, რომ გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან. აი თითქოს თქვენგან ჭირდება დახმარება, აი უბრალოდ მოწერაც კი დაეხმარებოდა ზუსტად. გამოსვლით ექნება ნამდვილად ნაბიჯები. იცით რა, აქ ასე ვიტყვი, შეიძლება მთლად ერთ თვეში არა, მაგრამ ნაბიჯი ექნება ნამდვილად, იმიტომ რომ აქ ჩანს ნაბიჯები, ხო, ან ნაბიჯში გულისხმობ მართლაც აი მოწერას, ან ნებისმიერ ტიპის ნაბიჯს. მაგრამ აქ ჩანს ნამდვილად კომუნიკაციაზე გამოსვლა. უბრალოდ ვერ ვიტყვი, რომ ის მთლად ერთ თვეში იქნება. შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭირდეს, იმიტომ რომ აი აქაც რომ ვიკითხე, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს ამ საკითხზე, რა გადაწყვიტოს. ჯერ არის დისბალანსში და ვერ გადაუწყვეტია ვერაფერი. ნახოთ, შეიძლება ერთ თვეზე მეტი დრო დაჭირდეს, რომ გამოვიდეს თქვენთან კომუნიკაციაზე. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ყველაფერს კარგს გისურვებთ, არაფერზე არ იდარდოთ, რადგან ყველაფერი ისე მოხდება, როგორ ემოციებსაც გავუშვებთ, როგორ ფიქრებსაც გავუშვებთ ჩვენს სამყაროში. ახლა ზოგი იტყვის, რომ თავს ვაძალებ, რომ კარგი ემოციები და ფიქრები გავუშვაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უშვებთ. რეალურად თქვენ თავს აძალებთ ამ ყველაფერს და კარგი ემოციების და კარგი ფიქრების გაშვება ნიშნავს იმას, რომ თქვენ გრძნობთ შინაგანად ამ ყველაფერს ნამდვილად და რომ იგრძნოთ ეს ყველაფერი შინაგანად, ამიტომ ყოველთვის მუდმივად უნდა იყოთ დაკავებული საკუთარი თავის განვითარებით, საკუთარ თავზე ფიქრით, ზრუნვით, საკუთარ საკუთარ ემოციებზე ზრუნვით, იმიტომ რომ ზუსტად ეს ემოციებია, რაც გვაშენებს და რაც გვანგრევს შინაგანად. ამიტომ არ ვიყოთ ილუზიებში, შევხედოთ რეალობას თვალებში და რაც გვაქვს გამოსასწორებელი, ყოველთვის ვიზრუნოთ ამაზე, რომ მივიღოთ შემდეგ ის, რაც გვჭირდება და რაც გვინდა მთელი გულით. ყველაფერს კარგს გისურვებთ, დროებით.